სენაკის რადიო. გამარჯობა, მე ვარ თათია, მუსიკოსი და მუსიკის მასწავლებელი. ამჟამად ვცხოვრობ ბერლინში, გერმანიაში ვარ უკვე დაახლოებით 9 წელია. პირველად ჩამოვედი ფრაიბურგში, პატარა ქალაქი, სადაც ჩამოდიან უამრავი სხვა ქვეყნებიდან, სავსეა ინტერნაციონალური სტუდენტებით. გერმანია სტუდენტისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქვეყანა არის. ძალიან დიდი შეღავათებია სტუდენტებს, როგორც სამგზავრო, ბინა, საცხოვრებელი და ამიტომ ერთ მხრივ ამიტომაც იყო ჩემთვის მომხიბლელი და მეორე ის, რომ ესე ვთქვათ, ენასთან უკვე მქონდა შეხება და სრულიად უცხო არ იყო. ვისწავლე პოპულარული მუსიკა, იყო ჩემი ფაკულტეტი და პოპულარული მუსიკა, ჩემი ინსტრუმენტი სიმღერა, გვერდითი ინსტრუმენტის დავატებითი ინსტრუმენტი პიანინო და შემდეგ სპეციალიზება გავიარე მუსიკის პედაგოგიკის განხრით. ყველაზე რთული წლები იყო სწორედ ფრაიბურგში ცხოვრების წლები, იმიტომ რომ ყველა ესე ვთქვათ ემიგრანტმა იცის, რომ პირველი 2 წელი არის ყველაზე რთული, როცა გადადიხარ უცხო ქვეყანაში და არ იცი რა როგორ ფუნქციონირებს და გაქვს რაღაცა ფინანსურად უსაფრთხოდ ესე ვთქვათ არ ხარ. ზოგადად სტუდენტი ისედაც ღარიბი ხარ და ამას დამატებული ის, რომ არ ყავს რაღაც მეგობრების და სანათესაო წრე და ის ყველაფერი, რასაც ესე ვთქვათ, ის რაც ყველაფერი გქონდა შენ სამშობლოში ის კომფორტი აღარ არის და გიწევს ძალიან ბევრ პრობლემასთან მარტო გამკლავება. ფრაიბურგში გავიარე ეს ყველაფერი და შემდეგ მუშაობდი როგორც ყველა სტუდენტი მუშაობდი მეც რესტორანში მიმტანად, დამლაგებლად. ხო, რავი, რაც კი შეიძლებოდა, რომ რაღაც როგორც სტუდენტს ცოტა ფული მეშოვა. როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ სულ მინდოდა ბერლინში გადმოსვლა. ბერლინი ბევრს უყვარს, ბევრსაც არ უყვარს, მეგაპოლისია ძალიან დიდი ქალაქი არის და ადვილი არ არის მეგობრების პოვნა, რაღაცა ისე თქვათ ანონიმურობა ახლავს ამ ქალაქს და ადვილია ჩაიკარგო. თბილისის ჰექტიკურობას და ქაოსს მიჩვეული ვფიქრობდი, რომ ბერლინი ძალიან უცხოც არ იქნებოდა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი ბევრად დიდია ვიდრე თბილისი. პრინციპში გაამართლა კიდეც ბერლინში გაიმედები გამიმართლა ბერლინმა, ბინაც ძალიან ადვილად ვიშოვე, სამსახურიც ვიშოვე და რა თქმა უნდა მე ქალაქს როცა გაიცნობ და მეტი კონტაქტები გაქვს ნელ-ნელა საბოლოო ჯამში ყოველთვის მინდოდა რომ საჯარო მუსიკალურ სკოლებში მე მუშავა, იმიტომ რომ ყველაზე კარგად აღჭურვილები, ინსტრუმენტებით, ოთახებით, რაღაც ლოჯისტიკურად, პირობებით, ხელფასებით არის საჯარო მუსიკალური სკოლები და ის ვფიქრობდი, როდის იქნება რომ მეც საჯარო მუსიკალურ სკოლაში ვასწავლე. და ესეც ახდა მოკლედ ამისაცაც მივახციე. ჩემი განხრა, როგორც მუსიკის მასწავლებელი, ვასწავლი ადრეულ, ან მოდი ვთქვათ, სკოლამდელ მუსიკალურ აღზრდას. თუ პირდაპირ გადავთარგმნი გერმანულიდან, ეს ნიშნავს, რომ სადღაც 18 თვიდან 6 წლამდე ბავშვებს ვასწავლი მუსიკას. ეს არის ჯგუფური გაკვეთილები, 4 წლამდე მოდიან მშობლებთან ერთად. მსგავსი რაღაც ჩვენ საქართველოში ჯერ არ გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაცა ესეც წამოვიწყო ჩვენთან. რამდენიმე გაკვეთილი ჩავატარო, როდესაც საქართველოში ვიქნები მსგავსი, სადაც მშობლები, ბავშვები ერთად მოდიან და აქვთ ერთად მუსიკის გაკვეთილი, რომელიც რაღაცა არ წარმოიდგინოთ, რაღაცა ძველი ყაიდის, ესე ვთქვათ, გაკვეთილები, სადაც რაღაცა პიანინოსთან დადექი და იმღერე. ან არ იფიქროთ, რომ რაღაც ეს არის გაკვეთილი, სადაც რაღაცა მუსიკალური ვირტუოზების გამოზრდას ვცდილობთ. ეს უფრო პროცესზე ორიენტირებულია, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილებია და აქ გერმანიაში ეხა ძალიან კარგად იციან ამ ყველაფრის ფასი, იმიტომ რომ რეალურად ტვინის უდიდესი ნაწილის განვითარება ხდება სწორედ 5 წლამდე. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია რა მოხდება 5 წლამდე ან ბავშვის ცხოვრებაში. ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე მე თვითონ სკოლა. ამიტომ ყველა მშობელი ცდილობს, რომ ყოველდღიურ ასაკში ბავშვი იყოს კარგ ბაღში, ბაღები იყოს კარგი და ასევე ატარონ იქნება ეს მუსიკის გაკვეთილი, ასევე არ ვიცი სპორტი, ცურვა, იქნება ეს ცეკვა თუ ასე შემდეგ. და ჩვენი მუსიკის გაკვეთილები არის ძალიან მრავალფეროვანი იმისთვის, რომ
ყოველანაირი განვითარება წაახალისოს ბავშვის, იქნება ეს მოტორიკა, რაღაცა მგონი ჰოლისტიკურ განვითარებასაც ეძახიან საქართველოში, გონებრივი, კოგნიტური, მუსიკალური, კრეატიული, ასევე შეიძინოს სოციალური კომპეტენცია და უნარები, ხო, იმიტომ რომ მუდმივად ჯგუფში ხდება ეს ყველაფერი, აკვირდება სხვა ბავშვებს, უმეგობრდება, უწევს თავის რიგს დაელოდოს, ისწავლოს რაღაცა ჩარჩოები და წესები, ისწავლოს საკუთარი თავის გამოხატვა, სურვილების გამოხატვა, ამ დროს იწყებენ ზუსტად ანუ მეტყველებასაც და ეს სიმღერა, ლექსი, რიტმი ძალიან ეხმარება ამ ყველაფერში. ჩვენ გვაქვს როგორც ესე ვთქვათ საქართველოში ეს დარგი სამწუხაროდ არ არის კარგად განვითარებული. ანუ არაც ჩემი კვლევით არ გვაქვს ესე ვთქვათ გაწერილი პროგრამა, რომელსაც შეუძლია რომ მუსიკის მასწავლებელმა გააყვეს მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ გადავწყვიტე რომ შემექმნა კურსი მუსიკა ბაღში, რომელიც არის ზუსტად გერმანული პროგრამის ანალოგი. ქართული, ანუ სიმღერები და ლექსები, რომელიც მე თვითონ დავწერე, სეზონური მასალები, ბავშვისთვის რელევანტური თემები, ასევე ჩვენს კურსი არის ახლავს ყოველთვე ტრენინგის შეხვედრა, იმისთვის რომ გავუზიაროთ კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება მასალებზე, რაცაც მე ვდებ ჩემი ქართველი კოლეგებისთვის მოხდეს რეფლექსია, რა ფუნქციონირებს, რა არ ფუნქციონირებს. ჩემი მიზანი იყო რომ რაღაცა ისეთი კურსი შემექმნა, რაც შეიძლება მალე მოხდებოდა ამ ყველაფრის რეალობაში დანერგვა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების უკავშირი და ასევე მე მინდა დავეხმარო თუ როგორ მოარგონ ესა თუ ის მასალა იმ რეალობაში, რაც არიან ძალიან დიდი ჯგუფები მაგალითად ბაღში, რომელიც ანუ გერმანიისგან განსხვავებულია ხა ჩემ ჯგუფებში მაქსიმუმ 12 ბავშვია ხოლმე საქართველოში, სხვა რეალობა გვაქვს. ამიტომ ვცდილობ ეს მასალები, რაც შეიძლება მათ რეალობას მორგებული იყოს. ყოველთვე გვაქვს სხვადასხვა თემატიკა, როგორც არის სექტემბრის ხილი და მოსავალი, ოქტომბრის თემა არის ფოთლები და ხილი, ნოემბრის ქარი და ფოთლები და ასე შემდეგ. ასევე თითოეული აქტივობა შეუძლიათ პედაგოგებს რომ გაართულონ იმის მიხედვით თუ რა ასაკის ბავშვებთან შედიან და ყველა კვირისთვის გვაქვს გაკვეთილის გეგმა. მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერზე ვიფიქრეთ, რაც კი შეიძლებოდა რომ პედაგოგებს დაჭირვებოდათ და ჩემი ამ პროექტის, ესე ვთქვათ, პირდაპირ საზრუნავი არიან ჩემი კოლეგები და მინდა რომ მე მათ ცხოვრება ესე ვთქვათ გავუადვილო, მოვუხსნა სტრესი და ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ირები და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი არის ის რომ რაც შეიძლება მეტი მუსიკა, კრეატიულობა შევიტანოთ ბავშვებისთვის ბაღში. სენაკის რადიო. დღეს გამიმართლა და კარგი ამბია, რაც ხშირი არ არის ბერლინში. მედივარ ველოსიპედით მუსიკალურ სკოლაში. ესე გამოიყურება ჩვენი გზა სკოლისკენ. ძალიან მწვანე უბანი არის, ზოგადად ბერლინი ძალიან კარგად გამწვანებულია და აი აგერ მწვანეში ჩაფლული ჩვენი სკოლაც გამოჩნდა. ესე გამოიყურება მუსიკალური სკოლა. ძალიან ლამაზი შენობა არის. პირველ რიგში ჩავდივარ ყველამოსწავლებელი ქვედა სართულზე, სადაც ვიღებთ გასაღებს. ეს არის ჩემი ოთახის გასაღები, დღეს ვიწვევ. აქეთ არის სამზარეულო და რაღაცა პატარა ბავშვებისთვის კუთხე, აქეთ საფიფალეშოები და ჩვენ ახლა ავდივართ ზედა სართულზე. ეს არის მოსასწრელი ოთახი, სადაც სხვადასხვა ოთახებში არის ანუ გასასვლელი და ყველა მასწავლებელს ანუ ინდივიდუალური რაღაც ინსტრუმენტის პედაგოგს თუ მე ამ კარიდან შემყავს, შეგვიძლია რომ როდესაც რომ მოვა ბავშვები შევეტანოთ ოთახში. ხო, ესეც ჩვენი ოთახი, სადაც მხოლოდ ფეხშიშველი შემოსვლა არის ნებადართული. ესე გამოიყურება. ანუ CD პლეიერი თუ ანუ CD თუ გვინდა, მე ძირითადად Bluetooth box-ით ვმუშაობ. პანჯარას გავაღებ ეს და ხო.
ეს მატარების მოძრაობის დროს ნახეთ, ხშირად ძალიან კარგი აქტიურობები კეთდება კიდე, რა გვიდევს ძალიან ბევრი ტამტამი თუ დრამი. ამას ჩვენ ბუმ ვეგარებს ვეძახით, ქართულადაც ალბათ ეგ იქნებოდა, სხვადასხვა, აი ნახეთ, სხვადასხვა ბგერის ხმას გამოსცემს თითეული, ერთმანეთზე შეგიძლიათ დაარტყათ და ამას ყველაზე კარგად ამაზე ხალიჩაზე ფუნქციონირებს. მოდი პირველი კარადიდან დავიწყოთ. აქ არის ხელგარჯილობა, ხატვა და უფრო ესეთი რაღაცეები, ინახავენ კოლეგები. აქ გვაქვს სხვადასხვანაირი, ესე ვთქვათ, ხალიჩები, რომელსაც ვიყენებთ. ხშირად რავენ უფრო ამას ვიყენებ. ეხლა ვცებ და წრეზე ვაწყობ, ეხლა შეგიძლიათ. და ესეთი თითეული ყველა სხვა გერას გამოსცემს და ძალიან საყვარელი აქტიურობების კეთება შეიძლება მოკლედ ბუმბოკერებით. ამას ეძახიან ოკეანის დრამს, იმიტომ რომ ძალიან ნელა, როცა ატრიალებ, აი უფრო პატარა ვარიანტი. აქვს ტალღების ხმა. ხო, აქ გვიდევს ქსილოფონები. მასალა გითხრათ ამას ქართულად რა დავუძახო, არ ვიცი, აქ თითო გერა ცოტა დამტვერილია, როგორც შეიძლება ხანია, არავის გამოუყენებია. აქ გვაქვს ესეთი ინსტრუმენტი. შემიძლია დასარტყამი მოხალოთ და მე განახოთ. აქაც ცალკეული გერები, ესე ვთქვათ. აქ არის ხელის ტამტამები. აქ ეს წვიმის ხმას გამოსცემს, შეიკერი. აი ამ რაღაცა ფერად ბამბებს ვიყენებ ხოლმე. აი მაგალითად ხელს დამოსავალს ახლა რა ვაკეთებ, აი ამებს ვიყენებ და სხვა ხელის სახელებს ვარქმევთ ხოლმე და თელ ოთახში გავაბნევ ხოლმე და ბავშვები იღებენ მოსავალს. აი ეს ძალიან საინტერესო რაღაცა არის, sound formას თვითონ უკავშირებენ ხმას. ხედავთ ახლა ფორმას აქვს სხვა ხმა და რა თქმა უნდა არა ფორმასთან გვაქვს ხო? ეს სხვანაირი ხმა და ამიტომ ძალიან კარგად საშუალებას იძლევა ასევე რაღაცა დიდი ფორმა უფრო დაბალ გერასთან დააკავშირონ და ეს უფრო მაღალი და რაღაც ხმოვანებას უკავშირებენ ფორმებს სხვა. შემდეგ აქ გვაქვს შეიკერები საჩხაროვანი, ჩვენი შარფები, გვაქვს ისევ ვიღოთ დასარტყამი ჯოხები. მათ არის ხათ არ ვიცი, ამას ქართულად რა დავუძახო, ეს ტიპის ინსტრუმენტი, რომელსაც ეგ შუაში ამოჭრილი აქვს და ძალიან კარგად იკვრება. გვაქვს პატარა სიმბოლები, ზარები, გვაქვს ასევე ეს ვთქვათ ფლეიტები, რომელიც ბავშვისთვის ადვილი დასაკრავია. და ძალიან სასაცილო. აი ესენი ასაწყობი ახლა დაშლილია, უნდა გამოგდგეთ მართალი გითხრათ. სალამური დავუძახო ქართულად თუ ხის ფლეიტა არ ვარ დაწინებული ხო, მაგრამ მე 6 წლის ბავშვებს, 5 წლის ბავშვებს შეიძლება დაკვა ეს ჩვენი თოკები, რომელსაც ვიყენებ. ეს კიდევ უფრო მეტი ესე ვთქვათ დრამები. აქ დეს სხვა საჩხარონოები, სამკუთხედები. ამას არის კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა საჩხარონოები. ეს არის ჩვენი ბაყაყი, რომელიც ძალიან კარგი ინსტრუმენტია და ბაყაყის ხმას გამოსცემს და ამასაც გაჩვენებთ. ამას ვიყენებ საცეკვაოდ, ანუ რომ გამოიღებთ, გაშლილი ლენტებია და ძალიან სახალისოა. აქ გვაქვს საჩხარონო ზარები. ხო, ჯოხები, კვადრები, შეიძლება ესე იცოდოს ქართულად, აქ სხვადასხვანაირი დასარტყამი ჯოხები, იმიტომ რომ ის მიხედვით თუ რისგან არის თვითონ ჯოხები გაკეთებული, გამოიყენება სხვადასხვა რაღაცისთვის მოკლედ.
ერთადერთი სხვადასხვანაირი გააჩნია ბეწვის თუ რისი თავი აქვს პლასმასის, ხის, რაღაცა კაუჩუკის, მაგის მიხედვით სხვა ინსტრუმენტისთვის სხვადასხვას ვარჩევთ. აი მაგალითად ჩვენი ბაყაყის ინსტრუმენტის ხმა რო გაიგოთ. გადავიდეთ აქეთ. ანუ ხის, მეტალის ასევე პატარები, ძალიან ბევრი პატარები. ხო, მთელი კარი და სხვა ისინია. მოკლედ მთელი კარი და ხო, აი ქვემოთ გვაქვს რა ქვია, crash ან სიმბალი სავარაუდოდ ქართულად და კიდე მეტი სამკუთხედელი. ამას უკრავთ გვირაბს ვეძახით ესზე. და ამასთანავე შეგვიძლია ორ სხვა გერას გამოსცემს. ვიბრასლები ქვია, რომელიც ასევე ძალიან უყვართ და აი ესე გამოიყურება. და მოკლედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ოთახი და შემდგომში შემიძლია მე სხვა ოთახიც გაჩვენოთ. სენაკის რადიო. მოკლედ წაბლი არის ჩვენი თემა, როდესაც შემოვლენ მშობლები და ბავშვები და ხვდებათ ეს ხელის დრამების ტამტამის კოშკი, ყველა აიღებს ერთ ცალს და გამოიყენებს როგორც კალათას და ის ჩვენი მოკლედ შემსუბანში მოგროვებული ეს ვთქვათ ველური წაბლი არის და აიღებენ მოსავალს. წინა გაკვეთილებზე გავაკეთეთ ეს იგივე ჭრელი სხვადასხვა ფერის ბამბებით, რომელიც იყო, იმიტომ რომ ჩვენი თემა არის ხილი და მოსავალი, წაბლი, ფოთლები და ამჯერად ააგროვებენ წაბლებს და შემდეგ მთელი გაკვეთილი ეს ვთქვათ იტრიალებს წაბლების ირგვლივ, გავაკეთებთ როგორც ცეკვას ამ პატარა დრამი კალათა წაბლებით, შემდეგ დავსხდებით, გავაკეთებთ ლექსებს, სიმღერებს, წაბლს გამოვიყენებთ როგორც მუსიკალური ინსტრუმენტს ასევე. შემდეგ გავაკეთებთ ფეხზე დავდგებით და აქტივობას წაბლებით, რომელშიც ძალიან ბევრი ასევე ხელის მოტორიკა იქნება ჩართული და ხო, მოკლედ ეს არის ჩვენი დღევანდელი გეგმა. სენაკის რადიო. ასევე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის აი მოტანილი მაქვს ნიგოზის ციგარე კანი და ამით გავაკეთებთ ერთად ინსტრუმენტს რიტმულ სავარჯიშოებს. ხოლო სულ უფროს ბავშვებთან ჩვენი თემა იქნება ესე ვთქვათ გადახრილი კოშკი, სადაც დამარხული არის განძი და ამ განძის მოსაპოვებლად წავალთ დღეს და ვნახავთ და დაგხვდება უამრავი ესე ვთქვათ სულები. ხედავთ აგერ ნახატზე რაღაცა სასაცილო მოთხრობა არის. და ეს იქნება რაღაცა როლური თამაში და დადგმა, რომელიც ძალიან კარგია ხო უფროსი ბავშვებისთვის, ასევე ახალ სიმღერას ვისწავლით, გამოვიყენებთ ინსტრუმენტებს, გადავინაწილებთ როლებს და მოკლედ კარგად გავერთობით. ეს არის ჩვენი როლი, რომლითაც ესე ვთქვათ მუშაობთ და ვცდილობთ, რომ რაც ყურით მოვისმინეთ, ზოგადად ყველა აღქმის ორგანო გავააქტიუროთ და რაც შეიძლება ინტენსიური იყოს საბეჭდილება ბავშვებისთვის და ამაში ესე ვთქვათ ჩვენი საბავშვო როლები ძალიან გვეხმარება, რომელსაც ხშირად ვხატავთ, ან უბრალოდ ვიზუალურად ვუყურებთ და კიდევ ერთხელ გავდივართ იმ ყველაფერ ამბავს, რაც მანამდე გაკვეთილზე გავაკეთეთ. მოკლედ დღევანდელი გეგმა ეს არის და როგორც წესი მუსიკალურ სკოლაში თითო დღე არის ხოლმე 3 გაკვეთილი, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია და ძალიან დამღლელია, იმიტომ რომ ის 45 წუთი, რასაც ვატარებთ, არის, არ ვიცი, უდრის მე მგონი 3 საათი ოფისში ჯდომას, რავი, დახტუნვა, სიმღერა, ცეკვა, უყურებ, აკონტროლებ სოციალურ დინამიკას დიდ ჯგუფში, ღერი, ხშირად ხმა გვეკარგება, იმდეს ვლაპარაკობს და იმდეს მღერით. სენაკის რადიო. ნახავთ, დავაგებ ხალიჩებს, გავაკეთებ წრეს, მოვამზადებ ინსტრუმენტებს, უმასარებს ყველაფერს, რაც მჭირდება. 3-დან 4 წლის ბავშვები 2-დან 4 წლამდე მოდიან მშობლებთან ერთად
და ესე ვთქვათ, ეს არის ასევე ძალიან კარგი საშუალება ბავშვის და მშობლის რაღაცა კავშირისთვის. მათ აქვს საერთო ჰობი, საერთო საქმიანობა. ერთად დადიან მუსიკაზე, სწავლობენ ერთ და იგივე სიმღერებს. მერე გაკვეთილს რო ტოვებენ ხოლმე ძალიან სასიამოვნოა ხოლმე რომ ჩამესმის რომ კიბეებზე რო ჩადიან, მერეც როგორ აგრძელებენ ხოლმე სიმღერას, მშობელი და ბავშვი ერთად. ეს არის მაქსიმუმ 8 მშობელი და 8 ბავშვი, ეს არის სრული მაქსიმუმი რაოდენობა თვითონ ჯგუფის. ვიწყებთ მისასალმებელი სიმღერით, გაკვეთილი არის ხოლმე ძალიან მრავალფეროვანი, ანუ როგორც მოგეხსენებათ, ამ ასაკში ბავშვებს დიდი კონცენტრაციის უნარი არ აქვთ, მაგრამ გაკვეთილები იმდენად კარგად არის დაგეგმილი და იმდენად მრავალფეროვანია, რომ პირიქით სულ კითხულობენ ხოლმე, რომ გაკვეთილის ბოლოს დასრულდა, უკვე დასრულდა, ხშირად ამბობენ კიდეც, რომ უნდათ რომ დარჩნენ. ამიტომ თუ კარგად არის დაგეგმილი და მრავალფეროვანი აქტივობები ახლავს, საერთოდ არ იწყენენ. შემდეგ მაქვს მეორე გაკვეთილი უკვე 4-დან 5 წლამდე ბავშვების ასაკის ბავშვებთან და შემდეგ მაქვს 5-დან 6 წლამდე. სამივე სხვადასხვა პროგრამას ვუტარებ მე პირადად. იმიტომ რომ ანუ გერმანულად ვუტარებ და ეს პროგრამები არსებობს და მე უბრალოდ ესე ვთქვათ ამ ყველაფრის და არსებობს უკვე გერმანიაში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის განსხვავებული პროგრამა. საქართველოში არ არსებობს და მე ამ ყველაფერს ესე ვთქვათ ჩემი რესურსებით და მარტო ვერც ვიზამდი 3-4 განსხვავებულ პროგრამას, ამიტომ ჩემი პროგრამა გავადაწყვეტე ყოფილიყო რაც შეიძლება უნივერსალური და თვითონ ვიდეო გაკვეთილებში, რომელსაც ვტვირთავ, ვაჩვენებ კოლეგებს თუ როგორ გაამარტივონ და როგორ გაართულონ ის ასაკის შესაბამისად. თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროექტი რაღაცა წარმატებულად გავივლით ამ ერთ წელს, იქნება საკმარისი დაინტერესება და შემდეგ მეორე წელს მინდა რომ უფროსი ასაკის ბავშვებისთვის გავაკეთო ქართული პროგრამა. ხო, ესე ვთქვათ, მე მომდევნო 2 ჯგუფი მოვა მშობლების გარეშე, მარტო ხო 4 წლიდან უკვე იწყებენ მარტო მოსვლას. ამ პერიოდში, ჩვევის პერიოდს ძალიან ისე ვაკეთებ, თავიდან მშობლები ესწრებიან, ხო, ანუ ბაღში როცა ბავშვები პირველად ვიდიან, მინიმუმ 2 კვირა თან მშობელი დაყვებათ, რომ ბავშვებს ესე ვთქვათ, არანაირი სტრესი არ შეექმნათ და როდესაც ნაბიჯებს გამენ დამოუკიდებლობისკენ, ეს არ უნდა იყოს რაღაცა სტრესთან და ტირილთან და რაღაც დრამასთან დაკავშირებული. ამიტომ ჩვენი ესეთი პირველად, როდესაც 4 წლისები მოდიან და პირველად მარტო მშობლების გარეშე ესწრებიან გაკვეთილს, ძალიან რბილ გადასვლას ვაკეთებთ, ვეუბნებით, რომ 10,000 ჯერ შეუძლიათ გაკვეთილის დროს კარი გააღონ და შეამოწმან მშობელი ისევ გარეთ ზის და ელოდება თუ არა. როგორც წესი, არანაირი პრობლემა არ არის და იმდენად ერთობიან, რომ ძალიან მალევე ეჩვევიან მარტო გაკვეთილზე დასწრებას. სენაკის რადიო. რომ არა ბერლინში ცხოვრება მართალი გითხრათ არც ვიცით, აზრად მომივიდა თუ არა რომ ადრეული მუსიკალური აღზრდის სფეროში დავკავებული ყავ, იმიტომ რომ არც ვიცოდი ბევრი რამე ამ ყველაფრის შესახებ. პირველად აქ ვნახე და ძალიან მოვიხიბლე და მივხვდი რომ კარგად გამომდიოდა და მივხვდი რომ ძალიან სასიამოვნო იყო მშობლებთან, ბავშვებთან, ოჯახებთან ურთიერთობა, რომლებიც ძალიან აფასებენ ასევე ჩვენს პროფესიას. და ამან შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ გამჩნდა იდეა, როდესაც მივხვდი რომ საქართველოში ეს ყველაფერი არ გქონდა და ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო, სწორედ მე გამჩნდა იდეა რომ გამეკეთებინა კურსი, ტრენინგი, რომელიც ქართველ ან ჩემს ესე ვთქვათ მიზანს თუ მისიას ვხედავ რომ მე თუ ქართველ კოლეგებს დავეხმარები, მივაწვდი მასალებს, გავუზიარებ კომპეტენციას, რაღაცა შევქმნი სივრცეს და ოჯახსაც, ყველანი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. შემდეგ ისინი იზრუნებენ ბავშვებზე, ბაღებში თუ მუსიკალურ სკოლებში და ამით ყველანი ერთად მოვიტანთ დიდ კეთილდღეობას, მოვიტანთ მეტ მუსიკას, კრეატიულობას ბავშვებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ წამოწყებით ბევრი კოლეგა დაინტერესდება, იმიტომ რომ ეს პროექტი ვერ გაგრძელდება თუ მასში, ესე ვთქვათ, დაინტერესება არ იქნა და ჩართულობა არ იქნა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს რეალურად გვექნება პირველი ქართული
პროგრამა ადრეული მუსიკალური აღზრდის განხრით, რომელთაც შეუძლიათ შემდგომში მასწავლებლებს, დამწყებ მასწავლებლებს იხელმძღვანელონ, დააშენონ ზედ, ახალი აქტივობები მოიგონონ და ჩვენი დარგი და სფერო უფრო განვითარდეს. ჩვენ კურსის ბოლოს გავცემთ ასევე სერტიფიკატს და ჩვენი მიზანია მოკლედ რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური მუსიკის მასწავლებლები ბაღებში თუ მუსიკალურ სკოლებში.